სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. დღეს, როდესაც წირვა დასრულდა, მე ძალიან გული დამწყდა, როდესაც ტაძარში იმაზე მეტი ხმაური იყო, ვიდრე ეს წინა დღეებში იყო ხოლმე. ჩვენ ძალიან ხშირად გვისაუბრია იმის შესახებ, რომ თუ რას ნიშნავს წირვაზე დგომა და რა მდგომარეობაში უნდა იყოს ადამიანი, როდესაც საერთოდ როცა ლოცულობს. როცა ლოცულობს და როდესაც საერთოდ წირვაზე დგას მით უმეტეს, იმიტომ რომ წირვაზე დგომა ლოცვის განსაკუთრებული სახეა. წმინდა მამები ესე გვასწავლიან, როცა ადამიანი ლოცულობს, როგორ უნდა მიხვდეს, რომ მან ილოცა და არა უბრალოდ რაიმე წესი შეასრულა. მრავალი ნიშანი აქვს ამას და ერთ-ერთი ნიშანი არის ის, რომ ლოცვის შემდგომ მას გარკვეული განწყობა მიყვება და რაც უფრო დიდხანს მიყვება, მით უფრო გულით ულოცია. ხოლო როდესაც ადამიანს აქვს უნარი, რომ როგორც კი წირვა დასრულდება, თუმცა აქაც საკითხავია წირვის დასრულებაში ვინ რას მოიაზრებს, მრავალმა ჩვენთაგანმა შეიძლება ისიც არის ის წირვა როდის სრულდება. მისი ძირითადი ნაწილი სრულდება, როდესაც მღვდელი ამბობს ასამაღლებელს, წმიდაა წმიდათა. და სხვათა შორის ეს სიტყვები, ეს თვითონ ეს სიმბოლური მას გარკვეული ქმედება ახლავს. ზოგს გონია, რომ ამაოჩვენოს შემდეგ და მერე ზოგი ზურგში აქცევს ხოლმე ამაოჩვენოს შემდეგ საკურთხეველს და გარეთ გადის. მაგრამ იგი სრულდება სწორედ აი ამ სიტყვებით, მაგრამ წმინდაა წმინდათა, მაგრამ გარდა ამისა, რომ ის გარკვეულ სიმბოლურ მოქმედებასაც გულისხმობს საკურთხეველში, როცა წმინდა ტარიქს აღამაღლებს მღვდელი და ეს ნიშნავს უფლის ჯვარზე და ამაღლებას, შემდეგ განიტეხება და ეს ნიშნავს, რომ უფლის სისხლი დაიღვარა ჩვენთვის, ლახრით განიგმირა. გარდა ამისა, ეს სიტყვები წმინდაა წმინდათა ნიშნავს იმას, რომ ქრისტე წმინდაა და ვინც მას მიახლება და ვინც მას ეზიარება და ისინი ვინც წირვაზე დგანან, რომლებიც უნდა ეზიარონ, ისინი არიან წმინდანი. წმინდა ანუ ქრისტე, წმინდათა ანუ თქვენი. და აი ამ დროს ხდება ზურგშექცევა, ხმაური, შფოთის შეტანა ეკლესიაში. ახლა მე კითხვა მიჩნდება, როდესაც ჩვენ არა გვაქვს უნარი დავიტიოთ ერთი წამიც კი წირვის დასრულებიდან ის სიმშვიდე, ის გარინდება, ის მყუდროება, ის ღმერთისაკენ სწრაფის სურვილიც, უნარიც ისე ღვთისგან მონიჭებული. მაშინ სადღა არის ჩვენი ქრისტიანობა? ასე რომ მივაქციოთ ამას ყურადღება, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც ფორმალური დისციპლინა. საერთოდ ქრისტიანულ ცხოვრებას დისციპლინა აუცილებლად ჭირდება, მაგრამ არა იმიტომ, რომ დისციპლინა რაღაც თვითმიზანია. არამედ იმიტომ, რომ ადამიანი თუ სწორედ ხედავს სულიერ ცხოვრებას, სულიერ ცხოვრებაში სწორედ ხედავს გზას. ხშირად მithქვავს, თუ ადამიანი სულიერ ცხოვრებაში გზას ვერ ხედავს, თუ არ იცის, ვერ გძნობს და ვერ განიცდის მიმართულებას, რომელზეც მან ნაბიჯები უნდა გადადგას, მაშინ ესეთი ადამიანი მხოლოდ ფორმალურად აღსრულებელია რაღაც წესების და ადგილს ტკეპნის. და აქედან გამომდინარე, ეს ქრისტიანად ვერ იწოდება, იმიტომ რომ ქრისტე გზა არის და არა ერთი ადგილი. ამიტომ როცა ადამიანი აღსებულია იმ სურვილით, რომ უფალს უერთგულოს, ამ გზაზე იდგეს და იაროს, როდესაც ქრისტიანისათვის ყოველი წამი არა ლოცვისა, უბრალოდ მე გულისხმობ, როცა დგას ლოცვაზე, სახლში თუ ტაძარში, არამედ ყოველი წამი მისი სიცოცხლის არის უმაღლესი შემოქმედება, მისმა გულმა ღმერთი ეძებოს აი იმ გზაზე, რომელ გზაზე ჩვენ საუბრობ.
მაშინ ადამიანი ესე დროს ხვდება, რომ მას ძალიან სჭირდება დისციპლინაცა და ასკეტიკაც. იმიტომ რომ მას ყავს საშინლად ძლიერი მტერი. ეს არის მისი დაცემული ბუნება, რომელსაც არ სურს, უпростоრად, მოდი ასე ვთქვათ, ვერ სურს, არ შეუძლია ღმერთთან ყოფნა. მე ხშირად ცოტა შეიძლება ამაში ირონიაც იყოს, მაგრამ ჩავამითვლია ხოლმე, აბა შენს არსებაში, შენს სხეულში რას სურს ღმერთთან ყოფნა. რომელ კიდურს სხეულისას? კუჭს, ღვიძლს, რას სურს? თუ ვინმე ეტყვის გულს, ჩვენ ვიცით უფლის სწავლება, ამ სამყაროში ბოროტება საიდან არსებობს? ადამიანის გულიდან, ყოველი უბედურება, ყოველი ცოდვა, რაც კი არსებობს, ყველაფერი ჩვენი გულიდან გამომდინარეა და რეალიზდება. იმიტომ რომ ჩვენი გულის დაცემული სინდისი, რომელიც ღვთის ხმა, ისიც ჩვენი ბუნების ნაწილია და ასევე დაზიანებულია. შენს არსებაში ღმერთი თითქმის არაფერს არ თითქმის, იმიტომ რომ სულ რომ არაფერს არ სუდეს, შენ პიროვნება დასაყრდენი არ ექნება უბრალოდ. ამიტომ აი ამ დაცემული ბუნების სახით, რომლის მთავარი კანონი არის ის სიამოვნოს. სხვადასხვა რაღაცები მოიხვეჭოს მათ შორის ძალაუფლება და მუდამ მზაობა კონდეს, რომ იყოს სცენაზე და ტაში უკრან, აი ესეთი ბუნება არის ყველაზე დიდი მტერი ჩვენი არჩევანისა ვიყოთ ღმერთთან. როდესაც შენ მოინდომებ, რომ შენი ყოველი წამი, შენი სიცოცხლისა, შენი სუნთქვისა ერთ დიდ საოცარ შემოქმედებად აქციო, შემოქმედებად, იმიტომ რომ შენ როგორც ღვთის ხატი შემოქმედი ხარ და შემოქმედებაში არის უდიდესი ბედნიერება ადამიანისა. როდესაც შენ ცდილობ, რომ შენი ყოველი წამი შემოქმედებად აქციო და აქედან გამომდინარე ძალიან ძვირფასად, შენი სიცოცხლის ყოველი წამი რომ იყოს ძალიან ძვირფასი, ძალიან ღირსეული, რომ გაუფრთხილდე. ახსოვთ მე ადრე მოგიყევით დოსტოევსკის რამდენიმე ნაწარმოებში აქვს, რომელიც მას პირადად გადახდა და შემდეგ რამდენიმე ნაწარმოებში აქვს ეს გაცოცხლებული მხატვრულად. როცა ადამიანს თქვათ დარჩენილი აქვს რამდენიმე წუთი სიცოცხლისა, როგორ შეიძლება მან ეს გამოიყენოს? იდიოტში კარგათაა განსაკუთრებულად აღწერილი, თუმცა სხვა ნაწარმოებშიც აქვს, როგორც მახსოვს. როცა იცი რომ 5 წუთში უნდა დაგხრიტონ, ეს მას პირადად გადახდა დოსტოევსკის. აი როგორ იყენებს ყოველ წამს სიცოცხლის, არა ძვირფასი ხდება მისთვის. ჩვენთვის არც არაფერი არ არის ხოლმე, ძალიან ხშირად. და როდესაც აი ყოველი წამი ძვირფასია და ქრისტიანისათვის ესე უნდა იყოს და შემოქმედებითად როცა უდგები აი ამ საოცრებას, რასაც სიცოცხლე ქვია, მე აღმოაჩენ რომ დიახაც გჭირდება დისციპლინა, დიახაც გჭირდება, რასაც ასკეტიკა ქვია, იმიტომ რომ შენი თავივე გებუძვის. ასე რომ ჩვენ ყველა შემთხვევაში თუ გვინდა რომ ქრისტიანებად ვიწოდებოდეთ, უნდა საკუთარ თავს დავაკვირდეთ. და როდესაც აღმოვაჩენთ, რომ წირვის მერე ჩვენს შიდა სამყაროს, ჩვენს გულს ერთი სული აქვს, გავარდეს გარეთ. და რაც თავარია, გავარდნასაც არ უცდის და აქვე დაიწყოს და უნდა დაიწყოს ის, რომ როგორმე ილაპარაკოს, როგორმე რაღაცა უთხრას გვერდზე მდგომს. რაღაცა უთხრას, სულ ერთია. როგორმე გაიცინოს, როგორმე გაილაღოს, როგორმე იჭორაოს. და თუ ამას აღმოაჩენ თქვენს თავში, ეს ნიშნავს, რომ აი აქ ეს პერიოდი, რაც ვიდექით, ტყუილ უბრალოდ ყოველ შემთხვევაში ნაყოფი არ მაქვს. ესე იგი რაღაც დავაშავე, რაღაც არ გავაკეთე, რაღაც უნდა შევცვალო. ლოგიკურადაც ხომ ესია, აი საერთოდ ათეისტი რო იყოს ადამიანი და უთხრა, წარმოიდგინე რომ ღმერთი არსებობს. ხო, კაი, წარმოვიდგინე. აუხსენი როგორი შეიძლება იყოს ღმერთი და წარმოიდგინე რომ ქრისტიანობა ნიშნავს მასთან ურთიერთობას. წარმოიდგინა ათეისტმა. მე ეკითხები, აი 3 საათი ადამიანი ცდილობს ღმერთთან, რომელიც შენ არ გწამს, მაგრამ აი წარმოიდგინე ამ ყოველივე შემოქმედი ღმერთთან, მასთან ურთიერთობა გქონდეს. წარმოიდგინე მისთვის თეორია რაღაც არ არსებული, მაგრამ მაინც ესეთი იგავური სახე. წარმოიდგინა და მე ეკითხე, აი 3 საათი რო დასრულდება, თუ
თუ ეს ყველაფერი ნამდვილია, ის ადამიანი როგორ მოიქცევა? ნებისმიერი ათეისტი გეტყვის, ლოგიკურად, გარიმდებული, აღფრთოვანებული და ბედნიერი. და მას არ ეცლება ჭორაობისათვის, სიცილისათვის, ასეთი განწყობისათვის, რომ როგორმე ახმაურდეს. აი დღეს პავლე მოციქულის ეპისტოლეში მეორე კორინთელთან მე-6 თავი დღეს აღმოგვიკითხა დიაკონმა ესეთი სიტყვებია ხოლო თანას შეგეწევით და გლოცავთ რაითა არა ამაოდ მადლი იგი ღმრთისაი შეიწყნაროთ თქვენ ეს სიტყვები როგორც არასოდეს ისე გვეხება დღეს ჩვენ პავლე მოციქული გვევედრება რომ გლოცავთ გევედრებით რომ ღვთის მადლი რომელიც ეფინება უხვად წირვის დროს ადამიანს ამაოდ არ იყოს თქვენზე ამაოდ არ შეიწყნაროთ ანუ გეძლებათ თითქოს დაიწყნარეს მაგრამ ეს ამაო არ იყოს იმიტომ რომ შესაძლებელია ეს იყოს ამაო და შესაძლებელია ამაო იყოს არაერთ წირვაზე არაერთ ლოცვაზე არამედ თუ ადამიანისათვის ის ერთი წირვა მთელი სიცოცხლე არ არის და ადამიანი ფიქრობს რომ მერეც მოასწრებს მასაც მერე შეიძლება აღარასოდეს დაუდგეს მთელი ცხოვრება შეიძლება გავიდეს ისე რომ მთელი ეს შენი რწმენა რომელიც მადლის სახით მოგეცა და ეს საიდუმლოება რომელსაც ევქარისტია ქვია ამაოდ გახდეს და ამაზე გევედრება პავლე მოციქული შემდეგ აგრძელებს პავლე მოციქული რამე თუ იტყვის წმინდა წერილი სიტყვები მოყავს ძველი აღთქმიდან ჟამსა შეწყნარებისასა ვისმინე შენი და დღესა ცხოვრებისასა შეგეწიე შენ უფლის სიტყვებია ძველად იმ ჟამს როცა უნდა შეგიწყნარო შენ მაშინ უნდა ვისმინო შენ და როცა შენი სიცოცხლის პერიოდი დგება პარადისობაში გადასვლისა მაშინ ასევე შეგეწევი შენ და პავლე მოციქული საოცარ განმარტებას აძლევს ამ სიტყვებს აჰა ესე რა აწარს ჟამი იგი შეწყნარებისაი აჰა ესე რა აწარს დღე იგი ცხოვრებისაი ეხლა არის ეს იმიტომ რომ ვისაც გონია რომ ეს მერე დადგება იმან არის ის ელემენტარული ჭეშმარიტება ქრისტიანობას თავი დავანებოთ ელემენტარული ჭეშმარიტება ადამიანობისა რომ წარმავალი ხარ ამ სოფელში და შეიძლება აღარასოდეს აღარ მოხვიდე მეორედ ამის შემდეგ წირვაზე. ჩვენ მრევლში აი დღესაც გაიანე ვახსენე. ამასილად კიდე ეფემია გარდაიცვალა. რამდენია ხო რომელიც წავიდა ჩვენი სულ ეხლა ხალმის წავიდა. ქეთევანი ახალგაზრდა გოგო 25 წლის. ლაზარე გახსოვთ იქ რო იდგა ხოლმე. გიორგი ჩვენი საოცარი კაცი რომელიც ახალგაზრდულად გამოიყურებოდა ასაკოვანი კი იყო რუსუდანი რომელიც აი აბსოლუტურად დარწმუნებული ვარო წმინდანია ღვთის წინაშე აქ არ იდგნენ ცოტა ხნის წინ და იყო მაგათთვის ერთხელაც პერიოდი როცა ისინი ბოლო წირვაზე იდგნენ და მე აღარ იდგნენ თითოეული ჩვენთაგანიც ესე იქნება ერთხელაც ბოლო წირვაზე მოვაგ და დამთავრდა მაგრამ არ დამთავრდება იმისთვის, ვისთვისაც მთელი ცხოვრება ერთი ამოსუნთქვა და ერთი ლიტურგია, ანუ ერთი ევქარისტია, ანუ ერთი სამადლობელია წინაშე ღვთისა. მე გითხარით, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ ჩვენთვის წირვა არასოდეს არ დამთავრდეს, იმიტომ რომ წირვა სინამდვილეში ეს არის სხვერპლმა ქებისამან მადიდოს მე და იქ არის გზა, სწორედ მუნას გზა სიცოცხლისა, როგორც ფსალმუნებში გვასწავლის დავითმა ფსალმუნი. აი ეს მადლიერების და სამადლობელი მსხვერპლი, რომელიც გულში უნდა აღესრულებოდეს და ეს გარეგანი წირვა სწორედ არის შესაძლებლობა ეს ყველაფერი გულში აღესრულებოდეს, ეს არის ის, რომელიც არის გზა ცხონებისა და ეს არასოდეს არ უნდა დამთავრდეს ქრისტიანის ცხოვრებაში. აქედან რომ გადიხართ, წირვა არ მთავრდება. თქვენთვის, თითოეული თქვენთან, ჩემთვის, ყველასთვის არ მთავრდება. არ მთავრდება ევქარისტია, ანუ მადლიერების სამადლობელი მსხვერპლი და ქებადიდების მსხვერპლი, ანუ სიხარულის მსხვერპლი, როცა გიხარია, რომ ღმერთი არის, არ მთავრდება. ამის
ამის ტრადიცია რა იყო ხოლმე ყოველთვის როცა და დღესაც ესეა მონასტრებში მაგალითად რომ თავდება წირვა ზოგ შემთხვევაში ცოტა ხანი განმარტოვებას ეძლევიან და ეს კარგია მე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში გარკვეული დროის მერე ერთი ტრაპეზი აქვთ ხოლმე საერთო ტრაპეზი აქვთ ხოლმე რას ნიშნავს ეს საერთო ტრაპეზი ნიშნავს რომელიც არის წირვის გაგრძელება სიყვარულის სუფრა იგივე ხო რას ნიშნავს ეს ნიშნავს იმას რომ წირვა არ დამთავრდა ევქარისტია არ დამთავრდა იგი გაგრძელდა ყოფით ცხოვრებაში და თელი ჩვენი ცხოვრება ერთი ამოს უთქვა და ეს ერთი ამოს უთქვა მთლიანად ევქარისტიული უნდა იყოს ანუ მადლიერებითა და დიდებით ახსავს და მაშინ არასოდეს არ იქნება შენთვის ბოლო წირვა აქ გარეგნულად იქნება ბოლო წირვა მაგრამ სინამდვილეში წირვა დაუსრულებელი პროცესია შენთვის რომელიც მარადისობაშიც გაგრძელდება და იქნება სამეუფო და სამღვდელო დასი თითოეული ჩვენთაგანი მიუხედავად იმისა ხარისხი გააქვთ თუ არა გაქვთ იმიტომ რომ ესე გვასწავლის წმინდა წერილი აპოკალიფსის პეტრე მოციქულიც სამეფო და სამღვდელო დასი ვართ ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი არის მეფე იმიტომ რომ სამყაროს მეუფეა თითოეული ჩვენთაგანი არის მღვდელი იმიტომ რომ მუდამ უნდა წირავდეს თავის გულის საკურთხეველზე საყვარელი იესოს ქების მსხვერპლს რომელიც არის ნაყოფიც და мотивაციაც იმისა რომ ღმერთი გიყვარს და გიხარია რომ ღმერთი არის უანგარო ამიტომ პავლე მოციქული გვეუბნება ჟამს შეწყნარებისასა და დღესაც ცხოვრებისასა წარსულში არა მომავალში არა არამედ ეხლა აჰა ესე არის აწ ჟამი იგი შეწყნარებისაი აჰა ესე არის დღე იგი ცხოვრების აი როდესაც ადამიანი ესე არ ცხოვრობს მერე არის ახლა ესე რო ცხოვრობს თეორიულად მაინც ხო ხვდებით რომ ადამიანი კარგად არის აბა შეიძლება ადამიანი ცუდად იყოს როცა ღმერთთან არის ხო ხვდებით ათეისტი რო დააყენო და აი ეს მოძღვრება რომ ესე და ესე რო იყოს და ადამიანმა ასე და ამგვარად რო იცხოვროს ეს ადამიანი როგორ იქნება ბედნიერი იქნება იტყვის ათეისტი პატიოსანი ათეისტი არა ისეთი ათეისტი რომელსაც ღმერთი რო არ არის უხარია ესეთებიც არსებობს მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ კარგად არა ვართ ხოლმე მე ჩემ თავზეც ვიცი სასტიკად ვებრძვი ამას როცა არა ვარ კარგად ვეკითხები შეუგუნურო რა გინდა ეხლა თქვი რა გინდა რატო ხარ ცუდად ვეკითხები საკუთარ თავს რა გინდა და რა არა გაქვს ისიც ყველაზე მთავარი გვაქვს ქრისტე გვაქვს რატო უნდა იყოს ცუდად გარდა ამისა ვიცი თქვენთან ურთიერთობიდან გამომდინარეც მე თქვენზე მაქვს საუბარი და ჩემზე ქრისტიანებზე თორე ახლა ვისაც ჯერ ქრისტე არ უყოვია ხა იმაზე რა უნდა მოდიხართ საუბრებზე და ახსარებებზე და ხართ ცუდად მე გეკითხებით რატომ ხართ ცუდად და საერთოდ მე გეუბნებით ხოლმე რომ საკუთარ თავს დაუსვი ეს კითხვა აი ცუდად ხარ რატომ ხარ ცუდად თეოდორე რატომ ხარ ცუდად და საინტერესო კითხვა იცით ეს ჩვენ შეიძლება ეს კითხვა არასოდეს არ დაგვისვამს საკუთარი თავისათვის. გასაგებია როცა ხელი გაჭრილი გაქვს, იტყვი რომ ხელი გაჭრილი მაქვს და იმიტომ ვარ ცუდად. მაგრამ აქ ფიზიკურ ცუდად ყოფნაზე არ ვსაუბრობ. აქ საუბარია იმ ცუდად ყოფნაზე, რომელიც როგორც წნეხი და როგორც რაღაც აი მაჯლაჯუნა ისე გვაწევს ხოლმე სულზე და ცუდად ვარ. რატომ ვარ ცუდად? უნდა დავსვა კითხვა. მაშინ როდესაც მე ვარ ქრისტიანი, მაშინ როცა მე ვარ ადამიანი, რომელმაც აი ამ ბნელი გვირაბის, რომელსაც ეს ცხოვრება ქვია ბოლოს, სინათლე დავინახე, რომელიც ცოცხალია, რომელიც მესაუბრება, რომელიც მეუნება, მე სადაც ვარ, მინდა რომ შენც იქ იყო. და მაჩვენებს გზას ამ სინათლისკენ როგორ ვიარო. ანუ მე ამ ბნელ გვირაბში, რომელსაც ეს წუთი სოფელი ქვია, ხედავ იმედს, ხედავ სიცოცხლეს. ხედავ სიყვარულს და ეს ყველაფერი არის ცოცხალი და მესაუბრება რატო უნდა ვიყო ცუდად ცოტა ხანი ვერ მოვითმენ და მოსათმენიც რომ არაფერი არ მაქვს რა მარადისობას შემდგომში მოველი განა ჩვენ არ ვიცით რომ მარადისობა ჩვენთან აქვე არის უკვე ჩვენშია და ჩვენ შეგვიძლია დღესვე ვართ რა ამ სიბნელეში რასაც ეს წუთი სოფელი ქვია უკვე ნაწილობრივ ცოტათი უკვე იმ სინათლესაც ვეზიაროთ
ეზიარება ამას ნიშნავს. დღეს რომ ეზიარებით. როგორ შეიძლება ეზიარებოდა სინათლეს, რომელსაც ქვია სიხარული და იყო მოწყენილი, იყო ცუთხასიათზე, იყო დეპრესიაში, იყო ცუდად. და ესე იგი ეს ნიშნავს იმას, მებოდადებოდო, რომ როცა ვარ ცუდად, ეს ნიშნავს, რომ სინათლესთან ნაზიარები არა ვარ. რა საოცარია, ხო? ქრისტეს ვეზიარებით, რომელიც არის სწორედ ცოცხალი სინათლე და ცუდად ვარ. ნეტავი იუდასავით ხარ ვეზიარებით. იუდა როგორ ეზიარა ხო გახსოვთ? ქრისტეს ხორცი და სისხლი მიიღო და სინამდვილეში ეშმაკს ეზიარა, სანუ სიბნელეს ეზიარა. კიდევ უფრო ცუდად გახდა, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო. გაყიდა ქრისტე და მერე თავი ჩამოიხრჩო. ამიტომ ეს კითხვა უნდა დავსვათ, რატომ ვარ ცუდად და პასუხი ხო ხვდებით რაც არის. იმიტომ ვართ ხოლმე ცუდად. რომ ჩვენ არ გვიხარია ქრისტე არ ვართ ბედნიერნი მისით და არ გვითქვავს ერთხელ და სამუდამოდ მთელი ხმით მე ქრისტე მინდა და სხვა არაფერი. მე ქრისტე მინდა და სხვა არაფერი. ესა ჯერ ერთი ჩემი სიტყვები არ არის. გამახსენდა უცებ ნეტარი ავგუსტინა თუ არ ვხვდები, რომელიც ამბობს, რომ ამ ქვეყანაზე არაფერი არ მაინტერესებს, გარდა ორი რამისა, ღმერთი და საკუთარი თავი. საკუთარი თავი იმიტომ რომ ღმერთთან მივიდე თავისთავად ცხადია. მაგრამ არც ნეტარი ავგუსტინია ორიგინალური ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ უფალი ამბობს ამას, უპირველესად სასუფეველი ეძებ. იმიტომ რომ ადამიანი ცუდად როგორც წესი იმიტომ არის ხოლმე, რომ მას ქრისტე კი არ უნდა. ისე რა უნდა, ისე. მას უმთავრესად უნდა რაღაცა ამქვეყნიური. ყოველთვის არის რაღაცა ამქვეყნიური, რომელიც ჩვენ ძალიან გვინდა და არასოდეს არ იქნება ამ ცხოვრებაში ისე, რომ ყველაფერი ამქვეყნიური გინდოდეს. მილიარდელი რომ იყოს ადამიანი. ამ ყველაფერი ამქვეყნიური რო ქონდეს. თუ მას ცოტათი მაინც სულიერი ცხოვრება არ აქვს, მან შეიძლება თავიც მოიკლას. იმიტომ რომ ადამიანს ეს არ აკმაყოფილებს. იმიტომ როგორც არ უნდა ასიამოვნო საკუთარ თავს, როგორი კომფორტიც არ უნდა შეექმნა საკუთარ თავს, დარჩება შენს არსებაში რაღაც სუბსტანცია, არსი, რომელსაც უკვდავი სული ქვია, რომელიც ვერ გაძღება ამ ქვეყნიური ბედნიერებით. არ დააკმაყოფილებს მას ეს. მას ყოველთვის იცის თუ არ იცის, ღმერთი შია და წყურია. და ნეტარია ის, ვინც ხვდება, რომ ღმერთი შია და წყურია, უფალი ამასაც გვასწავლის. ნეტარი ყმე მშერი და მწყურვალი სიმართლისათვის, სიმართლე ღმერთი. ამიტომ როცა კითხვას დავსვავთ, რატომ ვარ ცუდად, ყოველთვის იცოდეთ, რომ აი რატომ ვარ სულიერად ცუდად, ამ კითხვას ყოველთვის თუ ადამიანი ქრისტიანია, მოყვება სწორი პასუხი. ადამიანი მიხვდება, რატომ არის ცუდად. გახსოვთ საოცრად ლამაზი სიტყვები, რომელიც ლუკა მახარებელის მეორე თავშია. ას განუტევე მონაიშენი, მეუფეო სიტყვისაებ შენი სამშვიდობით. რამე თუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი და ეს გრძელდება ეს სიტყვები, გახსოვთ ეს მისი სიტყვებია სვიმონ მირქმელის. ეს სიტყვები რა სიტყვებია? ნახეთ, ჩვენ ვიცით რომ ღმერთთან იმიტომ ვართ, რომ რაღაცა გვჭირდება და რაღაცას ვთხოვთ. ვინ რას ვთხოვთ, ვინ რას ვთხოვთ? რას ვთხოვს წმინდა სვიმონი? რას თხოვს? გარდაცვალებას თხოვს. და საოცრებაა და ამ სიტყვებში არანაირი წუხარება, არანაირი მოწყენილობა, არანაირი შიში, არანაირი დეპრესია. ეს სადღესასწაულო სიტყვებია. ეს სიტყვები საოცარ ბედნიერებას და ნეტარებას ატარებს. მე ვფიქრობ, ესე განგიცდიათ თითოეულ თქვენთაგანს, ესე განუცდია წმინდა წერილის ეს საოცარი სიტყვები, რომელიც ლოცვად არის აღმოხეთქილი და ლოცვად მოგვეცა. ეს არის ლოცვა წმინდა სვიმეონის, რომელიც სამაგალითოა თითოეული ჩვენთაგანისათვის. პავლე მოციქული მერე მსგავს ამბობს. აც განუტევე მონაიშენი მეუფეო სიტყვისაებ შენი სამშვიდობით. ანუ რატომ არის ეს სიტყვები ესეთი თბილი და ტკბილი, როცა სინამდვილეში წმინდა სვიმეონი ადამიანი მე რა ასაკობრივია რა, არ გვინახი ასაკობრივი ადამიანები, რომელსაც გარდაცვალება არ სურთ და ეშინიათ და არ უნდათ. რატომ არის ეს სიტყვები ესეთი თბილი, ტკბილი, რაღაც ბედნიერების და სიხარულის შემცველი?
პასუხი შემდეგშია, რაც გრძელდება, რაც წავიკითხე. რამე თუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება ისე. ქრისტეს მხილველი ადამიანისათვის მთელი ეს ცხოვრება იმდენად არის მხოლოდ ფასეული, რამდენადაც აქ ქრისტე იხილვება. თორე სხვა მხრივ მას ფასეულობა არ აქვს. და თუ ქრისტე ვიხილე, მე მინდა რომ ვიყო მასთან და მირჩევნია კიდევაც ეს სოფელი დავტოვო. ადამიანი, რომელსაც ეს სულისკვეთება აქვს, მას შეიძლება რაიმემ მუხლი მოადრეკინოს, რაიმემ დააჩუქოს ამ სოფელში, რაიმემ შეაშინოს, რაიმემ წუხარებაში ჩააგდოს და რაიმემ ათქმეინოს, რომ აი რა ცუდად ვარ. შეუძლებელია ეს. იმიტომ რომ ესეთი ადამიანი ქრისტესთან შენახვედრია. რადგან ეს სიტყვები დაიწერა ჩვენთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მიზანი ეს არის სწორედ ამ სოფელში, რომ ქრისტეს შევხვდეთ. ჩვენ ამაზე ხშირად გვისაუბრია. თუ ადამიანი ქრისტესთან შენახვედრი არ არის, მეტიც, თუ ადამიანი მუდამ არ გზნობს ღვთის მადლს გულში, როგორც თავად უფალი გვასწავლის, მას ქრისტე არც კი წამს. ჩემს მორწმუნეს გულში, როგორც უფალი ამბობს, შუამუცელში, გულში ექნება მადლის წყარო, საიდანაც მიედინებიან მდინარენი მარადიული სიცოცხლისკენ. ქრისტე ესე გვასწავლის ჩემს მორწმუნეს. ადამიანი გძნობს ამას, განიცდის ამას. შეხება აქვს ღმერთთან, ურთიერთობა აქვს ამგვარი ღმერთთან. ამიტომ თითოეული ჩვენთაგანი ღმერთს უნდა ხედავდეს და ჩვენი ღმერთის ხედვის შესაბამისად გვექნება ბედნიერებისა და სიხარულის გაცდა, ღმერთთან ყოფობისა და შესაბამისად ვიქნებით დაცულნი ამასოფლის შემოტევებისა და ბოროტებისაგან. და გვექნება პირიქით ძალაუფლება ამ სოფელზე. და ვიქნებით აბსოლუტურად თავისუფალნი. იმიტომ რომ არ არსებობს სამყაროში არაფერი, რომელიც ჩვენ გვაიძულებს, რომ მას ქედი მოუდრიკოთ გარდა ღმერთისა. ასეთი ადამიანი არის აბსოლუტურად თავისუფალი. და თავისუფლების გარეშე კიდევ ბედნიერება არ არსებობს. მაგრამ რა თქმა უნდა ადამიანი ტყვის ეს გასაგებია მამო, მაგრამ ეს ძალიან ძნელია. სამწუხაროა ის, რომ შეიძლება ეს ყველაფერი მინდოდეს კიდევაც. თუ გარკვეული ქრისტიანული ცხოვრების გამოცდილება და თეორიულად რაღაც ცოდნა მაქვს, ვიცი კიდევაც, მაგრამ რო ვერ ვახერხებ და რო არ შემიძლია. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ადამიანი ამას ვერ ახერხებს და ადამიანს ეს არ შეუძლია, არის ის, რომ თითოეულ ჩვენთაგანს, აი, რომ მოდიხართ ხოლმე, ძალიან ხშირად იკვეთება მე ეს. მოდის ადამიანი და აქვს პრობლემა ღმერთთან ურთიერთობაში. დიდი ხნის მრევლია, აღსარებელი, მაზიარებელი, ცდილობს, ამდენი წელი რომ ჯერ მარტო მე გამიძლო აქა და არ გაიქცა აქედან, ესე იგი რაღაცას ცდილობს. აღმოჩნდება ხოლმე, რომ ყოველ ადამიანს რაღაც დაბრკოლების ლოდი აქვს, ესეთი, რომელსაც ვერაფრით ვერ გადალახავს ხოლმე. ეს რაღაცა დაბრკოლება არის რაღაცა ტიპის რაღაცა მოვლენა, რომელიც შეიძლება თავისთავად ცოდვაც არ იყოს. ხან ცოდვა არის, მაგრამ ყველა შემთხვევაში ადამიანსა და ღმერთს შუადგება და არ აძლევს მას საშუალებას, რომ ღვთისაკენ იაროს. აი ეს გადაწყვეტილება პიროვნული რაც მიიღო, რომ მე ქრისტე მინდა და სხვა არაფერი და მე მივხვდი, რომ ჩემი ადამიანური ბუნების რეალიზება და ბედნიერებაც ყველაფერი მხოლოდ მასთან ერთობაშია და სხვაგან არა, ეს კი იცის, მაგრამ ვერ აკეთებს. იმიტომ რომ ის რაღაცა დაბრკოლებაა. მე ვთქვი, რომ შეიძლება ცოდვა იყოს და შეიძლება ცოდვა არ იყოს მეთქი. ეს იმ გაგებით ვთქვი, რომ ზოგი აშკარად ზოგს პირდაპირ შიშველი ცოდვა უშლის ხელს ღმერთთან მისვლაში, პირდაპირ სასიკვდილო ცოდვაც კი და ვერ ერევა, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ეს არ არის რაღაც ესეთი თავისთავად ცოდვა. მაგრამ რადგან ის დაბრკოლებად იქცევა შენსა და ღმერთს შუა, რადგან დგება, ამიტომ ის ცოდვად იქცევა. ძალიან მარტივია აქ ჩვენი ქმედება, ძალიან მარტივ რამეს მოძრაობას შეიცავს. თითოეულ ჩვენთაგანს თუ დასრულობაში მოვინათლეთ, ხო, ჩვენი ნაკეთებია და თუ ჩვილობაში და ბავშვობაში ჩვენი ნათლების ნაკეთებია, რომელიც პასუხისგებლობის თვალსაზრისით ჩვენ გვედება, იმიტომ რომ უკვე ქრისტიანები ვართ. ჩვენ ყველას მინერწყვებული უკაცრავად გვაქვს ეშმაკზე. გახსოვთ ნათლობაში როგორ არის? ფუი ეშმაკს. ნებისმიერი დაბრკოლება, რაც დგება შენსა და ქრისტეს შორის, არის ეშმაკის მანქანება. თუნდაც ის თავისთავად ცოდვა არ იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ მინერწყვებული გაქვს უკვე ეშმაკზე. და იმ რაღაც დაბრკოლებასაც რომ აღმოაჩენ,
სხვათა შორის ძალიან ბევრი თქვენთაგანი აღმოაჩენს ხოლმე, მაგრამ არ მიანერწყებს ხოლმე რატომღაც. ფეუნები მიაფურთხე კაცო მაგას. არ უნდა ცოცხალი თავით. არ შეუძლია. რატომ? იმიტომ რომ უყვარს ეს უბედურება და იმიტომ. და რომ არ უყვარდეს, ხო მიაფურთხებდა. აბა ვიღაცა შეურაცხყოს შენ და აბა ვიღაცა შენი ახლობელი ოჯახის ძვირფასი წევრი შეურაცხყოს. მიაფურთხებ კი არა, შეება თავიც მოკვეთო. ამ დროს ის რაღაცა შენ კი არა, შენს ახლობელს კი არა, შენში თავად ქრისტეს შეურაცხყოფს, მას არ აძლევს უფლებას შენში შემოვიდეს. წარმოიდგინეთ, შენ სახში ხარ და დაგიკაკუნა და მაცხოვარი განხორციელდა შენთან მოდის და ვიღაცა გადაუდგეს და არ შემოუშვას. რა განწყობა გექნება იმ არსების მიმართ, რომელიც შენთან, შენს ოჯახში ქრისტეს არ უშვებს და ეს ხდება ზუსტად შენს არსებაში, შენს გულში, შენს საუნჯეში ქრისტეს არ უშვებს ის და მინერწყება გენანება მასზე. მოიძულო უნდა, მე ხშირად მithქვავს, ადამიანს თუ არ აქვს სიძულვილის გზნობა ის, ვერასოდეს ქრისტიანი ვერ გახდება. უნდა გძულდეს ყველაფერი ის, რაც შენსა და ღმერთს შუადგება. იმიტომ რომ ეს შენსა და შენ ღმერთს შუა ჩამდგარი ყოველთვის ან ეშმაკია თავად, ან ეშმაკის მანქანებაა, რომელიც უნდა მოიძულო. ამიტომ აი როცა ჩვენ მიტყვით ხოლმე, რომ იცი, აი რა ვქნა, ეს ყველაფერი გასაგებია, თეორია, პავლე მოციქული რას ამბობს? რატო ვერ ერევითო ცოდვას? რატო გერევათ ცოდვა? სისხლამდე არ ებრძვით მას. ეს პავლე მოციქულის სიტყვებია. მზად უნდა იყო რომ მოკვდე. და ხშირად მithქვას ხოლმე თქვენთვის როცა რაღაცა, აი რა ვქნა ის რომ შემომიტევს და რო არა და ფეუნები მოკვდი, აი ბრძოლაში მოკვდი, მოვალ წეს საგიგებ. მოკვდი, ფიზიკურად მოკვდი. ოღონ არ დაუთმო. მე ადრე მომიყოლია ესეთი წმინდანია ლავრენტი ჩერნიგოველი, იცით თქვენ ეს წმინდანი და მქონდა ბედნიერება, ეხლა არ ვიცი ცოცხალია თუ არა, მონოზონი ანა. ასაკოვანი იყო, მე ალბათ 12 წლის წინ ნახე რუსეთში ვიყავი მაშინ და ფსკოვში. და საინტერესო იყო ახლა წმინდანთან რომ აქვს, უწმინდანი სულიერი შვილი როა, მის გარდაცვალებასო შესწრებია, მის წინასწარმეტყველებებს და ასე შემდეგ, რომელიც რომელსაც ჩვენ დღეს წიგნებში ვკითხულობთ. ძალიან საინტერესო იყო ამ ადამიანთან შეხვედრა, ურთიერთობა და მე მახსოვს ერთხელ მისი ანთებული თვალები, რაღაცაზე საუბრობდით და ადამიანები როგორ სუსტები ვართ, როგორ ცოდავთ და ესე იგი როგორ აენთო უცებ რომ როგორ ცოდვას პირველ რიგში ცაცხლში შევალო და ცოდვას არ დაუთმობ. როგორ გამკეთებელი იყო, ამ ისეთი თვალები ქონდა. მონოზონი ან აი ეს არის, ეს განწყობა, ეს ამის გარეშე არაფერი არ გამოვა. ჩვენ თუ გავიწყდება ეს ჩვენი სახელი, მხედარი ქრისტე, ჩვენ მხედარნი ვართ ქრისტესი. ჩვენ დიდგორის ომის მეომრები ვართ, უკან ჩახერგილია, უკან გასავალი ჩვენ აღარა გვაქვს, დამთავრებული საქმე. ისე კაცმოდოს გასავალი რო ქონეს საწახვალ იქით, მაგრამ ესია. ჩვენ დიდგორის მეომრები ვართ, უკან წასასვლელი არა გვაქვს, ჩვენ ქრისტეს მხედარნი ვართ. ყველაზე მთავარი მაინც უბედურება ბევრია, რომელიც მისან ნერწყობელი გვაქვს, უკაცრავად კიდევ ერთხელ ამ სიტყვაზე, სპეციალურად ხმარობ ამ სიტყვას, იმიტომ რომ სპეციალურად ვიყენებ, იმიტომ რომ ჩვენში სიმძაფრე დარჩეს, რომ აი ეს განწყობა უნდა გქონდეს. მაგრამ ცოდები ბევრია, რომელიც აი ამას იმსახურებს, ამგვარ ქმედებას, მაგრამ ყველაზე მთავარი, რომელიც არის საფუძველთა საფუძველი მთლიანობაში ყველა ცოდვისა, რომელიც სხვადასხვა მახინჯ ფორმებს იღებს. ეს არის პატივმოყვარეობა, რომელიც არის სიამაყის ერთ-ერთი გამოვლენა. და ჩვენ ძალიან ხშირად გვინდა ხოლმე, რომ კარგი ქრისტიანები ვიყოთ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ კარგი ქრისტიანები ვიყოთ, მაგრამ აი ამას ვერ ველევით. პატივმოყვარეობა, სიამაყეს, ამპარტავნებას, აი ამის სურვილს ყველაფერს, რომ აი ესე ვიყო. და აბა მაშინ რას ნიშნავს ადამიანი აღსარებელი, მაზიარებელი, გარეგნულად თავდაბალი, მოწყალე ხშირად, ადამიანი რომელიც ქველმოქმედებას ჩადის, ეკლესიაზე ზრუნავს, რაღაც გარეგნულ სათნოებებს ჩადის, მაგრამ ხა გარედან ბევრი რამე ყველაფერი რაც წინავს ოქრო არ არისო, ხო ამბობენ, მე როცა ადამიანს პრობლემა აქვს და მოდის და ის საკუთარ სულიერ სამყაროს აშიშულებს და
ეს მე ვამბობ, როცა ჩემთან მოდიან და მე ვიცი როგორც მღვდელმა, მაგრამ საკუთარ თავზეც ხო ვიცი როგორი ვარ. და თქვენც ხო ვიცით როგორები ხართ და ჩვენ ხო ვიცით როგორები ვარ საერთოდ. ხო ვერ მოვატყვილებთ სხვას. სხვას შეიძლება მოვატყვილოთ, მაგრამ საკუთარ თავს ხო ყოველ შემთხვევაში საკუთარ თავსაც ვცდილობთ ხოლმე მოვატყვილოთ, მაგრამ ღმერთს ვერ მოვატყვილებთ. ჩვენ გვავიწყდება, რომ ქრისტიანობაში რა არის ცხონების ის საზომი და ეტალონი, როგორია ეტალონი ქრისტიანისა, რითაც ჩვენ ცხონდები. ქველმოქმედი არა. დიდათ მლოცველი ლოცვას რას ვეძახით გააჩნია. შედაღამე რომ დაუჯდომლები და კანონები და ესე კითხო, ეს ლოცვა გონია ჩვენ ხშირად. ღვაწლი და მარხვა რაღაცა, ჩვენ ხო ვიცით რომ ეს არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ არც ეშმაკი არ ჭამს არაფერს და მთელი რიგი აღმოსავლეთში ისინი არიან ასკეტი ბერები, ბუდისტები და შემდეგ ასეთი ასკეზა აქვს, ჩვენ არც დაგვესიზმრება. ხშირი ზიარება? იუდა რომ ყოველდღე ზიარებულიყო, იუდად დარჩებოდა. იშვიათი ზიარება რომ თავს ესე იგი კრძალვა მეტი მქონდეს, იუდა სულ ერთხელ ეზიარა, ანუ იშვიათად ეზიარა და იუდად დარჩა. ანუ რა გარეგანი ფორმით ხდები შენ, აი რას დაემსგავსები შენ, რა არის შენი ეტალონი, აი ესეთი უნდა, აი ეს არის ჩემი ეტალონი, ეს ნიშნული, სადამდეც უნდა ვიარო, რომ მე იქიდან მერე უფრო, ესე იგი ქრისტეს დავინახავ და ქრისტეს მივემსგავსები და ქრისტეს მივბაძავ. რა არის ის ეტალონი, რა არის ის საზომი? სახარება გვაძლევს ამ საზომს და ორი მაგალითს მოგიყვანთ, ორი მაგალითი გამახსენდა. ეს არის მეზვერე და მარჯვნივ ჯვარცმული ავაზაკი. მეზვერე და მარჯვნივ ჯვარცმული ავაზაკი. მეზვერე, რომლის ლოცვა პირდაპირ გახდა მიზეზი გამართლებისა იქვე და ეს ლოცვა მისი მდგომარეობიდან იყო აღმოსული და მარჯვნივ ჯვარცმული ავაზაკი, რომელიც პირველი შევიდა სამოთხეში. რა ქონდათ ამ ადამიანებს ისეთი, რითაც ისინი გახდნენ სამაგალითო ყველა წმინდანისთვის, მათ შორის მოციქულებისთვის. ვერ ნახავ წმინდანს. აი ხა რამდენი წმინდანი გვიყურებს, რომელთათვისაც მეზვერე და ჯვარცმული ავაზაკი არ იყოს მაგალითი. ერთი ცოდვილი, მეორე ცოდვილი. მთელი ცხოვრება ცოდვაში გალიეს ამ დალოცვილებმა. და ყველაზე პირველები გახდნენ ღვთის წინაშე. რა უცნაური, რა ქონათ ამათ ისეთი? ამათ ქონდათ ის, რასაც შემდგომში წმინდა სილვან ათონელს ასწავლის უფალი იესო ქრისტე გამოცხადებაში. რა ქონდათ? მათ ქონდათ საკუთარი უღირსების ხედვა და ქრისტეს იმედი. როგორც სილვან ათონელს უთხრა, რა არის ცხონების ოქროს გასაღები და ფორმულა? ამყოფე შენი თავი ჯოჯოხეთში, მაგრამ იმედი არ წარიკვეთო. აი ეს ქონდათ ამ ადამიანებს. რას ნიშნავს ამყოფე შენი თავი ჯოჯოხეთში? საკუთარი უღირსების ადეკვატურ ხედვას. მეზვერე და ჯვარცმული ავაზაკი. ჩვენ არცეც არ გვაქვს ეს. არცეც არ გვინდა, რომ მეზვერე რას ნიშნავს? მოძულებული, სამშობლოს მოღალატეც არის, რა ვიცი, ნახევრად ყველაფერი რელიგიურად არასწორად მაცხოვრებელი, აი თუ რამე ცუც იტყვი ყველაფერს მიაწებებ მეზვერეს. და ავაზაკზე საერთოდ არ ვლაპარაკობ. კაც ცუდის მეტი ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებ. რა საოცრება რა. აი ეს დაინახეს მან. ძალიან ძნელი ადამიანი იყოს, ცუდი და ბოროტმოქმედი და ნაძირავდა და მან ეს ბოლომდე დაინახოს, ამათ მას დაინახეს. მაგრამ თუ დაინახა ადამიანმა ყველაფერი ეს სულაც არ არის საკმარისი ცხონებისთვის. დაინახე და მერე რა? საქმეც იმაშია, რომ დაინახეს თან ქრისტე უნდოდათ. და თან არა მარტო უნდოდათ, არამედ იმედი ქონდათ. იმედიდან, ქრისტეს იმედი რო გაქვს, იმედიდან მის სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია. აი ეს მდგომარეობაა ჩვენთვის და ღმერთმა მოგცეს ეს მდგომარეობა და აი ეს საზომი ნამდვილი ქრისტიანობის. ჩვენ როგორც პიროვნება, ჩვენ გვინდა ჩვენი პიროვნება რეალიზდეს. აი ეს მეზვერე და ავაზაკი, ეხლა ჩვენ ვიცით, საკუთარ თავზეც ვიცით, ადამიანებისგანაც ვიცით, რომ როგორ ამ ცხოვრებაში მე მინდა ჩემი საქმე გავაკეთო, კაცო. მე როგორ ესე იგი და ადამიანს სურს თავის რეალიზება. მაგრამ კარგი პროფესიონალი რო გახდები, თანამდებობას რომ მიაღწევს, უმავე პრეზიდენტი გახდი მაგალითად. რა, საკუთარი თავის რეალიზება მოახდინე? ან იუდა მოციქული გახდა, კაცო, ბოლო, კაი პრეზიდენტი მიწიერი სფერო, აი სულიერი სფერო, მოციქული გახდა.
მოახდინა თავის რეალიზება იუდამ. ანუ იმ რეალიზებამ, რაც ჩაფიქრებული ქონდა ღმერთს მისთვის, ანუ ადამიანს ქმნის ღმერთი და რაღაც ჩანაფიქრი აქვს. ანუ ის ჩანაფიქრი ღმერთო ჩანაფიქრი აქვს შენზე, ეს შენში პოტენციურად დევს. მოახდინა იუდამ ამის რეალიზება. ახდენენ უმაღლესი ხელისუფალნი ამის რეალიზებას ყოველთვის. მეტი რა გინდა მოციქული და აგერ უმაღლესი ხელისუფალი. რატომ ვერ ახდენენ ადამიანები თავის რეალიზებას, იმის რეალიზებას, რაც ღმერთმა მასში ჩადო პოტენციაში და რაც ჩანაფიქრიც ღმერთს ჰქონდა. იმიტომ რომ ადამიანს ეშლება. ადამიანს გონია რომ ამ ქვეყნიური რაიმე გარეგანი მიღწევა არის მისი პიროვნების რეალიზება. არ არის მისი პიროვნების რეალიზება ამ ქვეყნიური გარეგანი რამის მიღწევა. ეგრეთ ცხოველებშიც ჯოგში ერთ-ერთი ცხოველი მეთაურად ამოირჩევა ხოლმე რა. ეხლა ის ძაღლი ან ლომი ან ის მაიმუნი, რომელიც ჯოგში პირველი გახდა, რეალიზებული მაიმუნია? კი ბატონო, მაგრამ მაიმუნია. ანუ რას ნიშნავს რეალიზება საკუთარი თავის? ადამიანი ცხოველისაგან განსხვავდება ერთ-ერთი მთავარი იმით, რომ ის პიროვნებაა და ადამიანის რეალიზებაზე როცა ვსაუბრობთ საკუთარი თავისა, ის უნდა გავიფიქროთ, რომ თუ ის როგორც პიროვნება არ რეალიზდება, მისი რეალიზება არ ხდება. თუნდაც გახდეს, როგორც ის ჯოგის მეთაური ხდება, ეს გახდება რაღაც ადამიანთა ერთობის მეთაური და რამე. რას ნიშნავს პიროვნების პიროვნული რეალიზება? მამები ესე გვასწავლიან, რომ პიროვნება თავის რეალიზებას ახდენს მხოლოდ და მხოლოდ სხვა პიროვნებასთან ურთიერთობაში, თუ ეს ურთიერთობა ხასიათდება თავგანწირული სიყვარულით იმ სხვა პიროვნების მიმართ. რატომ არის ეს ადამიანი ეკითხავს? ეხლა ეგრე ვიღაცამ თქვა მას ეს სად არის? მე რო წმინდა მამა, რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს ეკლესიის სწავლება? ესე იგი მე რეალიზდები მაშინ, როცა ჩემი პიროვნება სხვა პიროვნებასთან ახერხებს ურთიერთობას და ურთიერთობას როგორ ისე კი არა, თანაბარ პოზიციებზე. მე შენ გაგიკეთე, ეხლა შენ მე გამიკეთე, დღეს რო სახარებაში იყო. ცოდვილებაც იციანო, იმიტომ ასე სხემენ რომ მე კლავად მიიღონო, ხო? ანუ გაკეთება, გამიკეთე, გაგიკეთე. არა. პიროვნების რეალიზება იწყება მაშინ, როცა შენ მზაობა გაქვს, რომ პიროვნულად სხვა პიროვნებასთან ურთიერთობაში შეეწირო მის სიყვარულს, თავგანწირული სიყვარული. ეს არ არის ეკლესიის პოზიცია, რომ არ და წმინდანების გამონათქვამი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმათმა მოიგონეს. ეს პირდაპირ გამომდინარეა იქიდან, რომ ადამიანი ხატია ყოვლადწმინდა სამებისა და სამების პიროვნებები ესე არიან, ესე ცოცხლობენ, ესე ცხოვრობენ. მამა შეწირულია ძისა და სულიწმინდისათვის, ძე მამისა და სულიწმინდისათვის და სულიწმინდა ძისა და მამისათვის. ერთმანეთისთვის ცხოვრობენ. და ძე ღმერთმა ეს ხორციელათა რომ მოვიდა ადამიანად, ეს ხორციელათაც გამოავლინა და იყო შესაწირავი მამისადმი. ხორციელათაც გამოავლინა. იმიტომ რომ ხორცი მიიღო. ანუ ის რაც ძე ღმერთმა მოიმოქმედა სამყაროში, როცა ის იყო უდიდესი შესაწირავი მსხვერპლი მამისათვის, ეს მისი ბუნება, მისი პიროვნული მისი ცხოვრება. და ადამიანური ბუნება რომ იყო, ადამიანური ბუნებითაც გააკეთა. ხოლო ღვთაებრივი ბუნებით ესე რომ არის, იმიტომ რომ მამას, ძეს და სულიწმინდას ერთი ბუნება აქვს. და ადამიანი როგორც ხატი ყოვლადწმინდა სამებისა ნიშნავს იმას, რომ თუ შენ გინდა რომ ღვთის ხატი იყო, უნდა ეს აღზარდო შენში, შეეწირო სხვა პიროვნებას. და მათ შორის პიროვნებას, რომელმაც შენ შექმნა ღმერთი. ამიტომ ადამიანის პიროვნული რეალიზება თუ ღმერთი არა და ადამიანი იტყვის ვიღაც არ გამოდის. არ გამოდის, იმიტომ რომ ეს საღვთო თვისება შეეწირო სხვა პიროვნებას, თუ არ იქნება ნაკვები ღმერთის მადლით, ამას ადამიანი ვერ შეძლებს. ეს ძალიან ძნელია. იმიტომ რომ ადამიანში მაშინ დომინირებს არა პიროვნული საწყისი, არამედ მისი ბუნება, ცხოველური ხორცი და დემონური სული. ღმერთს დაცილებულიდან გამომდინარე. ამიტომაც არის ადამიანი თუ ღმერთისაკენ სწორ გზას არ ეჩევს და არ ცხონდება, ამიტომ ის თვითონ დემონს ემსგავსება და ხორცით ცხოველს ემსგავსება. ამიტომ ადამიანს თუ უნდა თავი როგორც პიროვნების რეალიზება მოხდეს ადამიანისა, თუ უნდა რომ მისი რეალიზება მოხდეს, აუცილებელია, რომ უპირველეს ყოვლისა მან ეს ურთიერთობა პიროვნული დაიწყოს პიროვნებასთან, რომელმაც მას სიცოცხლე და არსებობა მისცა, ანუ ღმერთთან.
ანუ ღმერთთან ურთიერთობის გარეშე ადამიანის პიროვნების რეალიზება არ ხდება და არც მეზვერეისა და ჯვარცმული ავაზაკის მსგავსი სინანული გექნება. ვერც წმინდა სვიმეონივით იტყვი ოდესმე რომ აც განუტევე მონაიშენი მეუფეო და საერთოდ ცუდად იქნები სულ. ხოლო ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა რა არის? რა და ლოცვა. ამიტომ როცა ჩვენ საუბრობთ ლოცვის გარეშე ქრისტიანობა არ არის, ამიტომაც საუბრობთ, იმიტომ რომ თუ ლოცვა არ ვისწავლეთ და თუ ღმერთთან ეს ლოცვა პიროვნულ ურთიერთობაში არ გადაიზარდა და თავიდან ადამიანი როცა ხდება მორწმუნე, ლოცვა არ არის ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა, ჩვენ ხო ვიცი? აბა რა არის მამაო? რა არის და ღმერთი შეეხო ჩემს გულს, გამინათდა მთელი არსება, ოი ღმერთი არის, თან სწორედ მივიღე და მორბივარ ეკლესიაში. სწორედ მივიღე რას ნიშნავს? ყოვლადწმინდა სამება ვირწმუნე და განკაცებული ღმერთი მოვედი მართლმადიდებელ ეკლესიაში და ახლა მინდა მასთან ურთიერთობა და რა ვქნა, რა გავაკეთო? ეკლესია მაძლევს ლოცვებს, იგივე დილასაღამოს ლოცვები, რომელიც მასწავლის მე ქრისტეს როგორ ველაპარაკო, მამას როგორ ველაპარაკო, სული წმინდას როგორ ველაპარაკო. როცა ადამიანი ამას სწავლობს, მერე უკვე ნელა გადადის ფსალმუნებზე, იმიტომ რომ ფსალმუნები ხო ძველი აღთქმის წიგნია. თუ არ იცის ქრისტეს როგორ ელაპარაკოს, ქრისტეცენტრული თუ არ არის, ქრისტოცენტრული თუ არ არის მისი ლოცვები, მან არ იცის ძველი აღთქმის ფსალმუნები როგორ კუთხით დაინახოს. მერე გადადის ის ფსალმუნებზე. მერე გადადის უამრავს წმინდა წერილს კითხულობს, ქრისტეს ეძებს. მერე ეს ყველაფერი იესოს ლოცვაში კონცენტრირდება. დგება დრო, როდესაც ნელ-ნელა როცა ადამიანი ლოცვებს ესე ამ ლოცვებით ღმერთთან ურთიერთობას სწავლობს, ნელ-ნელა ადამიანი ხედავს, რომ ადამიანი ღმერთს ხედავს რეალურად უკვე არ არის წმენა, ერთწმენა მომეცა და ღმერთი არის. არამედ ის უკვე ხედავს მის ცხოვრებაში ღმერთს. ცხოვრებაში ხედავს. მისი ცხოვრება, მისი ბიოგრაფია ექნება არა რაღაც ერთ-ერთი მოქალაქის ბიოგრაფია, არამედ საღმრთო ისტორია. თითოეული თქვენთაგანი ცხოვრება ხდება საღმრთო ისტორია, როდესაც თქვენ ცხოვრებას შეგნება რაც მოგეცა იქიდან მოყოლებული დღემდე და ასე გაგრძელდება იმედია მერეც ხედავთ ღმერთთან ერთობაში. ხედავთ რომ ყოველი დღე და ყოველი წამი და ყოველი მნიშვნელოვანი მომენტი ღმერთის გარეშე არ ყოფილა. ანუ ღმერთს ხედავთ თქვენ არა მარტო ბუნებაში, არა მარტო პატარა ჭიანჭველაში და ყვავილში, არამედ თქვენ ცხოვრებაში ხედავთ ღმერთს. ეს კიდევ ახალი ეტაპია თქვენი სულიერი ცხოვრებისა. ეს ნიშნავს რომ წმენა გადავიდა იმედში. იმედამდე ამაღლდა უბრალოდ. სასოება, რწმენა, სასოება, ანუ იმედი გაქვს. ღმერთი ყველაფერ შენ ცხოვრებაში სულ არის. ყოველი ღერითმა დათვლილი აქვს, ეს რეალურად იგრძნის შენ უკვე და სიმშვიდე მოდის. იმიტომ რომ იცი რომ ღმერთის ხელში ხარ და უყვარ ხარ. და მე უკვე იწყება მესამე ეტაპი ლოცვისა. ეს არის პიროვნული ურთიერთობა უშუალოდ, რომელსაც ღმერთის სიყვარული ქვია. და გახსოვთ პავლე მოციქულის სიტყვები: რწმენა, სასოება და სიყვარული. და ეს რწმენა და სასოება საბოლოო რწმენა სასოებამდე უნდა ამაღლდეს და სასოება სიყვარულამდე. და სიყვარული ლოცვის სიყვარული ეს რწმენის ეს სახე, რომელსაც სიყვარული ქვია, ლოცვაში როგორ ვლინდება, როგორც გონიერი ლოცვა, გულისმიერი ლოცვა, რომელსაც თუ არ ვისწავლით, ჩვენ ქრისტიანები ვერ ვართ. თუ ადამიანს ეს მიმართულება აქვს აღებული და ფიქრობს, რომ ეს არის გზა და ცდილობს ამის განხორციელებას, მრავალი ნიშანი არის, რითაც მიხვდება ადამიანი, რომ ამ გზაზე დგას. ხიბლის გარეშე. ანუ ხიბლი მუდამ არის ჩვენთან, მაგრამ ხიბლს მუდამ ბაკონტროლებდეთ და უნდა ვებრძოდეთ. ერთ-ერთი, რითაც ჩვენ მიხვდებით, რომ ეს გზა, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, ეს გზა, ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ, ერთ-ერთი, ეს არის ის, რომ ადამიანი, მეტად ჩვენ შემთხვევაში, მონასტრებშიც კი დრო არ აქვთ ხოლმე, საერთოდ იმდენ რამეს აკეთებენ. და ხშირად აკეთებენ ობიექტური მიზეზის გამო, იმიტომ რომ მართლაც ახსაშენებელია. ბევრი რამე ხან კიდე ეშმაკის ცდუნებით. გახსოვთ ერთ პატერიკში როგორ არის, ერთ-ერთი წმინდა მამა იხილავს, რომ ეშმაკი მიდის და სამუშაო იარაღები მიაგდა. სად მიდიხარო და ამადა მონასტერშიო? რატოო და ძმებსო იარაღები უნდა დაურიგო სამუშაო რომ იმუშაონ. ესე იგი ეხმარებიო შენ ძმებს მუშაობაშიო და გაეცინებო ეშმაკს. ჩემი მიზანია რომ რაც შეიძლება მეტი იმუშაონ, რომ ვეღარ ილოცონ. ეს პრობლემა არსებობს, როცა ბერი მთელი დღე იმდენს მუშაობს ფიზიკურად, რომ და მე დილასაც ხო საერთო ლოცვაზეც უნდა დადგეს. ადრე 4 საათზე დადგეს ანასე შემდეგ.
საღამოს თავის სენაკში რო შევა, მას არ აქვს უნარი ღმერთთან განმარტოებისა და მკვდარივით დინავს. ანუ მონასტერშიც კი პრობლემაა დრო ღმერთთან ურთიერთობისათვის, რასაც სენაკური დრო ქვია, სენაკური ლოცვა ქვია. ეს ამის გარეშე არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ერის ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან დატვირთულები ვართ, მაინც უნდა გქონდეს ამისათვის დრო გამოყოფილი, რომ ღმერთთან გქონდეს ეს სენაკური ურთიერთობა, საკუთარ თავს ჩაღმავება. ერთ-ერთი ნიშანი, რომ შენ სწორ გზაზე დგახარ, არის ის, რომ შენ უნდა გქონდეს მუდმივი შიმშილი განმარტოებისა და ესე იგი ვერ უნდა ძღებოდე მარტოობით, საკუთარ თავში ჩაღმავებით, უფლის ძიებით, ვერ უნდა ძღებოდე, იმიტომ რომ დრო არ აქვს, რომ გაძღე. სულ დეფიციტი უნდა გქონდეს ამისი. სულ უნდა გაწუხებდეს, რომ აი კიდე ვერა და კიდე გავიდე ერთი დღე და ვერ მოვახერხე ერთი 2 საათი, ან ღამე, ან დილას, ან საღამოს 2 საათი სულ სიბნელეში, სიჩუმეში, რომ უფალი მეძებნა. და ამიტომ ადამიანს რადგან ვერ ძღება, მუდამ უნდა ენატრებოდეს. ყოველ შემთხვევაში ხშირად უნდა ენატრებოდეს განმარტოება. ეს განმარტოება იმისათვის კი არა, რომ ეგოისტურად იყოს წამოკოტრიალებული. არა, მუდამ აი შინაგანი საოცარი მძაფრი დაჭიმულობითა და შინაგანი რაღაცა ესეთი საოცარი დინამიკით, შინაგანი ღმერთის ძიებაში უნდა იყოს, აი ამგვარად. ეს უნდა ენატრებოდეს მუდამ. თუ ადამიანს ეს არ ენატრება, განმარტოება და უფლის ძიება, ესე იგი მისი ქრისტიანული ცხოვრების გზა სერიოზულ შეცდომებს შეიცავს და რაღაც აქვს გამოსასწორებელი. მის გულს ქრისტესთან მყოფობა არ ენატრება. ეს ნიშნავს, რომ ესეთი ადამიანი არ არის მზად გარდაცვალებისათვის. და ღმერთმა დაიფაროს და თუ გავიდა, მას ექნება პრობლემები, იმიტომ რომ მისმა შინაგანმა სამყარომ არათუ არ იცის ღმერთთან ყოფნა როგორ უნდა, არ უნდა კიდევაც. რომ დომებოდა, მას ექნებოდა მუდამ შიმშილი ამ სოფელში განმარტოებისა და ღმერთთან ყოფობის. აი ეს არის. და ღმერთმა მოგცეს ძალა, რომ ამ გზაზე ვიდგეთ, ამ გზაზე ვიარებოდეთ იმისათვის, რომ ჩვენი აქ ყოფნაც გამართლებული იყოს, ჩვენი ადამიანობაც. ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა ვრეალიზდეთ, როგორც ადამიანები, როგორც ქრისტიანები, რომ ვიყოთ ნათელი ამას სოფლისა მაგალითი ერთმანეთისთვის, მაგალითი ჩვენს გარეთ მყოფი ადამიანებისათვის, ოჯახის წევრებისათვის, მთელი საქართველოსათვის, რომ გავამართლოთ ჩვენი სახელი ქრისტიანისა, რომელიც აუცილებლად უნდა ნათელი და მარილი იყოს ამ სოფლისა. ღმერთმა მოგცეს ამის ძალა და მადლი ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. იმედია, რომ აწი წილის დამთავრების შემდეგ აღარ იხმაურებთ ხოლმე.